გამარჯობათ. ინტერნეტში არ ცხრება ეს საბჭოთა კავშირის ჰეიტერების ბოგინი, ჰეიტერები ეს მოდური სიტყვა გახდა. ხოდა ჩვენს გამოვიყენოთ ბარბარიზმი, ვითომ ქართული სიტყვები არა გვაქვს. ჯერ რუსული იყო, ეხლა ინგლისური შემოვიდა, მეფე მოკვდა გაუმარჯოს მეფეს. მონური ფსიქოლოგიის რო იქნები ადამიანი ესეა ყოველთვის. მოკლედ ეს მძივებივით ჩამოკიდებული ტუალეტის ქაღალდები საბჭოთა მოქალაქეებზე ეს ფოტოები არსებობს მრავლად და ეს სიმართლეა, რასაკვირველია, დეფიციტი იყო, მაგრამ ადამიანებს იმდენი აზროვნება არ აქვთ, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული, რადგანაც არ შეიძლება ქვეყანაში, სადაც არის ტაიგა და იმდენი ტყის მასივები და მით უმეტეს ეს მაკულატურის შეგროვება, სულ მაკულატურას აგროვებდნენ და აგროვებდნენ, ხო ესეა. და ისა არ უნდა ყოფილიყო ტუალეტის ქაღალდის პრობლემა საერთოდ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ აი როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ფაქტიურად ხალხმა თავის ავტოფარეხებში გახსნა ეს ცეხები, ხო? ტუალეტის ქაღალდის წარმოების ცეხები. გამახსენდა ეხლა 1975 წელს რომ მოხდა ჰოკეის გუნდი იყო ჩამოსული კანადიდან, რომლებიც დააფინანსეს, ესე იგი, ვრიგლი, არის ესეთი საღიჭირი ძინის კომპანია და შემდეგ, ესე იგი, დაახლოებით 15 თუ 20 კილო ვრიგლი ჰქონდა ამ გუნდს წამოღებული და უნდა გადაეყარა მასში მაყურებელში ეს საღიჭი რეზინები და როდესაც მათ ეს საღიჭი რეზინები გადაყარეს მაყურებელში ტრიბუნებზე, იქ მოხდა საშინელი, ესე იგი, აურზაური, არეულობა, ხალხმა დაიწყო ჩხუბი და როგორც ცნობილია 20-მდე ადამიანი დაიღუპა ამ ჭყლეტაში. წესით არც საღიჭი რეზინის წარმოება უნდა ყოფილიყო დიდი პრობლემა, მაგრამ ეს სპეციალურად გაკეთდა ასე. და სტალინი იმიტომ იყო გენიოსი, რომ მას ჰქონდა ეს პატარ-პატარა საწარმოები, ეს დღევანდელი ინდიმე წარმოები რო ქვიათ, ეგრეთ წოდებული არტელები და არტელები ისეთ საკმაოდ კარგ პროდუქციას აკეთებდნენ, აი ომის დროს ძალიან ბევრი რამე კეთდებოდა არტელებში ფრონტისათვის და ზოგადად ინდიმე წარმოება და მცირე მეწარმეობა, იგივე ის, რასაც ერქვა მაშინ არტელი. ეს არის ყველაზე კარგი საზოგადოებისთვის, რადგანაც მათ ესე ვთქვათ, უდევთ მაჯაზე, პულსზე ხელი და მათ ზუსტად იციან, ყველაზე პირველი მცირე მეწარმე იგებს, რა ჭირდება საზოგადოებას. ამიტომ ხრუშოვის მოსვლით ეს ყველაფერი ჩაფლავდა და უბრალოდ დასავლეთ მსოფლიოს მმართველებს შეეშინდათ, რომ რუსეთი წასულიყო იმ გზით, რა გზითაც მერე წავიდა ჩინეთი. რადგანაც რუსეთში და საბჭოთა კავშირში რო დაწყებულიყო ეს ინდმე წარმოება, მცირე მეწარმეობა, მაშინ ეს გადაიზრდებოდა ძალიან დიდ და მძლავრ ქვეყანაში, დაახლოებით ისეთი როგორც არის ჩინეთი, მაგრამ ჩინეთი არის მოწყვლადი, მას არ აქვს ენერგია, მას არ აქვს ესე იგი სასარგებლო წიაღისეული და რუსეთზე უკვე კონტროლი რთული იქნებოდა, იმიტომ რუსეთს აქვს ყველანაირი სასარგებლო წიაღისეული, რუსეთს ჰქონდა სამეცნიერო ბაზა, რუსეთს, საბჭოთა კავშირს ჰქონდა უდიდესი ტერიტორია, ყველაფერი ჰქონდა იმისათვის, რომ ყოფილიყო მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი ქვეყანა, მაგრამ მოგეხსენებათ, მსოფლიო ვერ იტევს ორ უძლიერეს ქვეყანას და იმთავითვე გადაწყვეტილი იყო, რომ შეერთებული შტატები იქნებოდა ესეთი პირველი და უძლიერესი და საბჭოთა კავშირმა რომ დაუწყო კონკურენცია, საბჭოთა კავშირი დაანგრიეს და ამიტომაც ხრუშოვმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირი დაანგრეულიყო. საბჭოთა კავშირის დანგრევა დაიწყო ხრუშოვიდან.
არსებობს ესეთი კარგი წიგნი დათა თუთაშხია, ჩემი სამაგიდო წიგნია, იმიტომ რომ დათა თუთაშხიაში არის ძალიან ბევრი სოციალური პრობლემა. იქ არა მარტო ადამიანებს შორის კონკურენცია და პაიქრობა არის, არამედ თვითონ წყობილებაზეა საუბარი და თვითონ აი ადამიანის სოციალურ მოწყობაზეა საუბარი, ქვეყნის მოწყობაზეა საუბარი, როგორ უნდა იმფუნქციონიროს და რა არის საჭირო იმისათვის, რომ ქვეყანა შედგეს, ხო? აი ეს ცნობილი სუფრასთან საუბარი გოგი გეგეჭკორი რომ ამბობს, რომ საერთაშორისო ფუნქცია უნდა გქონდეს. შენი ფუნქციით, შენი როლი შეინარჩუნა და შენი სახელმწიფო შეინარჩუნა, მაგრამ საქართველოში არ ესმით. საქართველოს ფუნქცია დღესდღეობით რაც არის და რაც არ მოშლილა და ალბათ კიდე დიდი ხანი არ მოიშლება, ეს არის რუსეთის სამხრეთ საზღვრების შეკავება. სხვა ფუნქცია საქართველოს არ აქვს. აი ეს ცდილობები, რომ საქართველო ახლა ევროპას შეუერთდეს, იქ ავით ზოგს თურქეთს შეერთება უნდა. აი ეს ყველაფერი ანგრევს ჩვენ ქვეყანას, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. და ამით აი ამ კოზირით რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია ვივაჭროთ რუსეთთან და ავაწყოთ აი ამაზე, ავაწყოთ ჩვენი ქვეყანა მაქსიმალურად რაღაც დამოუკიდებლობის ელემენტებით, მაქსიმალურად ავტონომიურობის ელემენტებით, მაქსიმალურად რომ საქართველო განვითარდეს, ქართველები განვითარდეს, ხო? სხვა ფუნქცია ამ ეტაპზე ჩვენ არ აგვაქვს. სხვა ფუნქცია მე უკვე გითხარით, რომ ევროპას სხვანაირად ხედავს საქართველოს, საერთოდ დაშლილს ხედავს საქართველოს, ხო? საფრანგეთს უნდა შავი ზღვიდან სპარსეთის ყურეში გასვლა, ხო? და ინდოეთში გასვლა. მას ინგლისს უნდა აფხაზეთიდან კასპიის ზღვამდე და შუა აზიაში. რუსეთის გარდა, რუსული ინტერესების გარდა საქართველოს ვერავინ ვერ ხედავს ერთიანს და მთლიანს და ესე განვითარების, ხო? ნუ მე არ გულისხმობ იმ რუსეთს, რომელიც ახლა არის, რასაც დაამსგავსეს 1953 წლიდან ჯერ საბჭოთა კავშირი და მერე რუსეთი. მე ამათ არ გულისხმობ არანაირად. რუსეთი თვითონ არის ოკუპირებული და თვითონ აქვს საბრძოლი დამოუკიდებლობისთვის და მე ადრეც მithkoms და ეხლაც რომ ჩვენ აი როგორც შევარდაძე ამბობდა რომ ორი რუსეთია და ორი კი არა და სამიც არის და 10-იც ჩვენ უნდა ვნახოთ ის ხალხი ვინც აი ეს დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგია, ვინც არის რუსეთის მომხრე როგორც ნორმალური დემოკრატიული სახელმწიფოს მომხრე და მათთან ერთად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხალხების განთავისუფლებისთვის. მოკლედ დათა თუთაშხია. მან არის ერთი ეპიზოდი, როდესაც საუბარია კაციჭამია ვირთხებზე. და იქ არის, ესე იგი, მოსე რო ესაუბრება, არისო ორი მეთოდიო, შიმშილით და სიმაძღრით. შიმშილით, აი კლასიკური გაგებით, ვინც ვერ გაიგეთ. შიმშილით კაციჭამიების გამოყვანა იყო დაგეგმილი საბჭოთა კავშირში. მაგრამ სტალინმა ეს გეგმები ჩააფუშა, სულ სხვა რამე იყო ჩაფიქრებული და სულ სხვა რამე გააკეთა სტალინმა. ნუ ამისათვის რასაკვირველია ეს მოკლეს, ხო? სიმაძღრით კაციჭამიების გამოყვანა არის ამერიკის შეერთებული შტატები. იგივე რასაც ამბობს კრემლი დღეს, რომ აი ეს თურმე უკრაინაში რაღაც რუსეთის ინტერესები ირღვევა და ამიტომ უნდა შევიდეს ის თავისი ჯარით და იქ ხალხი დახოცოს და დაბომბოს. დაახლოებით იგივე ხდება დღეს ირანში. ნუ ეხლა რამდენად არის საშიში ირანი მსოფლიოსთვის, რამდენად არ არის, რამდენად არის უკრაინის ესე იგი სახელმწიფო საშიში რუსეთისთვის. ნუ ეს ცოტა სხვა თემაა, მე აქეთაც და იქეთაც ნაწილობრივ ვეთანხმები ამ არგუმენტებს. ის ხელისუფლება, რომელიც იყო უკრაინაში, არათუ რუსეთისთვის, ჩემი აზრით, თვითონ უკრაინისთვისაც იყო მიუღებელი და ის რაც მათ გააკეთეს უკრაინაში, იმ ხელისუფლებამ, რაც გააკეთა, ეს იყო პირდაპირ მტრობა უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. დაახლოებით იგივე, რასაც აკეთებდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება საქართველოში
ხელისუფლებაში ყოფნის დროს. მე ვიყავი ამერიკულ ჯარში და ცოტა რაღაც გამეგება მათ ფსიქოლოგიაში, რა ფსიქოლოგიას ჩამოყალიბდა ამერიკულ ჯარში და რა ფსიქოლოგიაც იყო რუსულ ანუ საბჭოთა ჯარში. მე გავიგე მათი ფსიქოლოგია როგორი იყო. აი მაგალითად როდესაც ამერიკულ ჯარზეა საუბარი, ხშირად აკომენტარებენ ხოლმე ძირითადად რუსულ ინტერნეტ სივრცეში, რომ აი ამა თუ ეხლა ყავა თუ არ დაუსხიო, ისე ომში არ წავლენო და რაღაც შოკოლადი თუ არ შეჭამესო, ისე ომში არ წავლენო. სინამდვილეში ამერიკაში არის მე უკვე გითხარით წინა ვიდეოებში, რომ ფულის კულტი, ხო, ეს დოლარი, რომ აწერია ჩვენ გვწამს ღმერთის. და ამერიკელმა არათუ ჯარისკაცმა, არამედ თვითონ მოქალაქემ იცის, რომ მისი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის. როდესაც მე თქვენ გესაუბრეთ კაპიტალიზმზე, მე გითხარით, რომ კაპიტალიზმში სამშობლო არ არსებობს, იმიტომ რომ კაპიტალიზმის დროს ყველაფერი არის კერძო პირების ხელში. და ადამიანს მოქალაქეს ამა თუ იმ ქვეყნის კაპიტალისტურ ქვეყანაში ეკუთვნის მხოლოდ ის, სადაც ის ცხოვრობს, ან ის რაღაც მანქანა, სამსახურიც მისი არ არის, ის ვიღაცაზე მუშაობს და შეუძლიათ ყოველ წუთში გამოაგდონ, ხო, იმ სამსახურიდან. ადამიანი არ შეიძლება იყოს თავისუფალი, თუ მას არ აქვს შემოსავალი, ხო, და საარსებო წყარო. ის ვერ იქნება თავისუფალი ვერანაირად. და იქ ჩამოყალიბებული არის ესეთი, ესე იგი, მიდგომები, რომ ყველა აკეთებს თავის საქმეს ფულის გულისთვის. იმიტომ რომ სხვა მას არაფერი არ აბადია, ხო? ის მუშაობს კაპიტალიზმზე, ის კაპიტალისტი თუ შოულობს და მილიონს, შენ უნდა ვიშოვო 10,000, ხო ისეა? და ის ჯარისკაცი თუ მიდის და ბრძოლობს და თავის, ესე იგი, სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, ჯერ ერთი მან იცის, რატომ იგდებს საფრთხეში, იმიტომ რომ მას აქვს ამდენი და ამდენი ხელფასი და ის თანახმაა, რომ ამ ხელფასის გულისთვის ის წავიდეს ომში და რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებს. და ამიტომ ის ჯარისკაცი, რომ მიდის ომში და ის რომ ბრუნდება, ის მზარეული იქნება იქ, რომელიც საჭმელს აკეთებს, თუ ის მომარაგებელი იქნება, რომელიც ამარაგებს ამ სამზარეულოს, ხო? იმ მომარაგებელმაც წესიერი საკვები უნდა მოიტანოს, წესიერი პროდუქტები უნდა მოიტანოს. იმ მზარეულმაც წესიერი საკვები უნდა გააკეთოს, იმათ ამაში უხდიან ფულს, ხო? იმ ნორმალურ საკვებში, იმ ნორმალურ პირობებში, ის კონდიციონერი უნდა მუშაობდეს, ის დასასვენებელი ადგილი უნდა იყოს, ის ბასეინი უნდა იყოს სუფთა, გაწკრიალებული. ყველა აკეთებს თავის საქმეს, ყველა იღებს ამაში რაღაც ფულს. და ყველანი ერთად ესენი, ვინც იღებენ ფულს, ვინც მუშაობენ, ჯარისკაცი, ოფიცერი, იქ მზარეული, მომარაგებელი, კონდიციონერის ხელოსანი იქნება თუ რაც, იქ ყაზარმებში. ყველა მიცის, რომ მე რომ ჩვენზე რო ფული ხარჯება, იმაზე 100-ჯერ მეც იღებს ის შევრონი იქნება იქ თუ რაღაცა სანავთობო კომპანია იქნება თუ ის კორპორაცია ვისი ესე იგი წარმომადგენელი არის ის პრეზიდენტი თუ პარტია თუ ხო ეგენი აფინანსებენ ხო ის დიდი კაპიტალისტები და დიდი ეს ფულის მშოვნელი და ფულის ბეჭდავი ხალხი ხო ფულს ხო სახელმწიფო არ ბეჭდავს შეერთებულ შტატებში კერძო სტრუქტურა ბეჭდავს ხო ესეა და იმათ მეიცია რომ მე რომ მივდივარ და ერახს ვიპყრობ ხო იქიდან მე ეს ნავთობი წავა იქ რა ვიცი ამერიკის სანავთობო კომპანიაში და ვიმებს რა ქვია ფულს გააკეთებს რა კომპანიებია სტანდარტ ოილი ხო როკფელერების თვალწები როკფელერების არის სტანდარტ ოილი და ამიტომ ის ითხოვს ამას ის ითხოვს თავისადმი კარგ დამოკიდებულებას და ეს არის მართალი და ასეც უნდა იყოს იმიტომ რომ შენ მიდიხარ შენ თავს წირავ ვიღაცა კაპიტა საბოლოო ჯამში ესე გამოდის რომ ჯარისკაცი როდესაც მიდის და ესე იგი შედის სადღაც რომელიღაც ქვეყანაში და იპყრობს იმ ქვეყანას ამ ქვეყანას იპყრობს სტანდარტ ოილისთვის ხო ესეა იმიტომ რომ ხო არ მოდის ამერიკის რაღაც სახელმწიფო და ნავთობი ხო არ გაქვს იქ მოდის
ამერიკის სტანდარტ ოილი და მას მიაქეს ნავთობი და მე რაღაც გადასახადებს იხდის ამერიკის ბიუჯეტში. ეს შეიარაღებული ძალები და ამერიკის ჯარი არის, ესე იგი, მათ საბრძოლო იარაღი მათ ხელში. ანუ იმ კომპანიების ხელში, რომელიც თვლიანად ზოგადად ქმნიან შეერთებულ შტატებს. და როდესაც აქ ეს უაზრო ხალხია, აბსოლუტურად უაზროა, ინერვები რო აგეშლება. რაღაც ოლიგარქიის წინააღმდეგი და ეს მოიგონეს რაღაცა ეს სიტყვები და საერთოდ ოლიგარქი რა არის თუ იცის ამ ხალხმა, არ ვიცი. ესეთი ხალხი აშენებენ სახელმწიფოებს და მადლობა ღმერთს რომ გამოჩნდა საქართველოში ერთი ადამიანი, ვინც ამას აკეთებს და ჯერჯერობით, რა ვიცი, ნორმალურად მიდის და რაღაც თავზე არ გვეცემა ბომბები და ასე შემდეგ და საქართველოს არის რაღაც საზღვრებში კიდე ვინ არჩუნებთ და ფეთქავთ, ხო, ასე ვთქვათ. ვარსებობთ და უფრო წინ და წინ წავა ჩვენი საქმეები, ხო ესეა? აი ესეთი ადამიანები აშენებენ სახელმწიფოებს და ამერიკაც არის აი ესეთი ადამიანები, საქმიანი ადამიანების მიერ არის შეერთებული შტატები შექმნილი, ხო? და რაც შეეხება საბჭოთა ჯარისკაცს, აქ უკვე აქ სახელმწიფო ითვლებოდა საერთო საკუთრებად, აქ აღარ იყო ის ვიღაც კაპიტალისტი, ვიღაც მესაკუთრე, რომელიც აი იგივე სხვა ქვეყნის დაპყრობის შემთხვევაში იქიდან რაღაც სიმდიდრეებს გამოიტანდა და ამიტომ რა უნდა მოხდარიყო აქ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში უნდა მოხდარიყო პატრიოტიზმის წინ წამოწევა, ხო? აი ეს სახელმწიფოს გულისთვის ბრძოლა, იქ დაუშვათ, იქ ყავა არა გაქვს, თუ შოკოლადი არა გაქვს, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ შენ ხელფასიც არა აქვს, სამი მანეთი იყო, ხო, საბჭოთა ჯარისკაცის ხელფასი 3 თუ 4 მანეთი იყო, თუ რა ვიცი რა. ამიტომ მცირე დასკვნა რომ გავაკეთოთ ბოლოს, როდესაც კითხულობთ წიგნებს, იქ ასოების რაოდენობას და სიტყვების რაოდენობას ნუ ითვლით. იფიქრეთ რაზეა ეს წიგნი და რას გასწავლის ეს წიგნი. სულ ერთია, ალბათ ყველა წიგნი რაღაცას გეუბნება, ან ცუც, ან კარგს. და ესეც კარგია, რომ თქვენ წაიკითხოთ ცუდი წიგნებიც და ისწავლოთ მათი გარჩევა. აი ეს ეპიზოდი, რომელიც მე გითხარით ვერთხების თაობაზე, ეს არის სახელმწიფოებრივი მოწყობის ეპიზოდი. გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ არხი, დააფინანსეთ, გააკეთეთ დონაცია და გვპირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება. დიდი მადლობა.